სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, აზერ თოფიკ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა მოწვეული სტუმარი დალოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა. თავის მხრივ ელჩმა კათოლიკოს პატრიარქს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი მოღვაწეობის უდიდეს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აზერ თოფიკ ოღლუ ჰუსეინი საქართველოში 2011 წლიდან მოღვაწეობს და თავის დიპლომატიურ მისიას წელს ამთავრებს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები სტაბილურობის კლიმატს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ მთლიან კავკასიაში ქმნის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მსგავსი პრობლემები გვაქვს, ამიტომ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. დღეს მთელ მსოფლიოში არასტაბილური და საშიში მდგომარეობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფალი დაგვეხმარება და სიტუაციაც დასტაბილურდება. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ვართ გამსჭვალული თქვენი პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და შეიხის მიმართ. ისინი მშვიდობიან ატმოსფეროს ქმნიან როგორც თქვენს ქვეყანაში, ასევე კავკასიაში. მითითებები, რომლებიც მე მივიღე საქართველოში წამოსვლის წინ, იყო გამეგრძელებინა და შემენარჩუნებინა უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობები. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოში და შეძლების დაგვარად ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა. განსაკუთრებული პატივი კი კათოლიკოს პატრიარქთან ურთიერთობა იყო. ახლა ვხვდები, რომ თუ ადამიანს არ ქონია ამასთან შეხვედრის პატივი, ის საქართველოს კარგად არ იცნობს. მინდა უწმინდესსა და უნეტარეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო და მისი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. მართლმადიდებელი ეკლესია 28 დეკემბერს წმინდანების ღირსი პავლე ლატრიელის, ღირსი პარდოს განდეგილის და ღირსი ქალწულ მოწამე სუსანა პალესტინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი პავლე ლატრიელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მამა ადრე გარდაეცვალა და იგი წმინდა სტეფანეს სავანეში იზრდებოდა. მოგვიანებით წმინდა მამა ბერად აღიკვეცა და ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურისკენ მოსწრაფე წმინდა პავლე გამოქვაბულში დაეყუდა. უფალმა მას სასწაულთმოქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მიმატლა. იმპერატორი კონსტანტინე მე-7 პორფიროგენეტი ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. იგი მშვიდობით გარდაიცვალა 955 წელს. წმინდა პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როდესაც იეროქოლისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. დიდ სინანულში ჩავარდნილი და თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშორა. იგი თვლიდა, რომ ამ ცოდვის გამო მსჯავრი უნდა მოეხადა და თავადაც სიკვდილს ეძიებდა და ამიტომ გადაწყვიტა ლომის ბუნაგთან მისულიყო და მისგან დაგლეჯილს ამოხდენოდა სული, მაგრამ ამაოდ. შემდეგ განდეგილი ღვთისნებას დამორჩილდა. თავის მთას დაუბრუნდა და მთელი ცხოვრება მარხვაში, ლოცვასა და უფლის მსახურებაში გაატარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ამ ადგილას წმინდა ვასილისკოსა და წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი აიგება. ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის 30 ნომერში ეკლესიის საძირკველი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აკურთხა. მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დღეს იკურთხა წმინდა ვასილისკოს სახელობის ტაძრის საძირკველი და ამ კურთხევის ლოცვა-კურთხევა და პატივი მომეცა მე როგორც სოხუმელს, რამე თუ წმინდა ვასილისკო გახლავთ ის მოწამე, რომელიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში აღესრულა კომანში, სოხუმის მახლობლად, სადაც იქვე ძალიან მალევე იქნა აღსრულებული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმინდანი, წმინდა იოანე ოქროპირი. გვჯერა, რომ ამ ტაძრის აღშენებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ლოცვა ჩვენი მშობლიური კუთხისათვის და ჩვენი გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება დაჩქარდება ღვთის მადლითა და წყალობით. ბაზილიკური ტიპის ტაძარში, რომელიც წმინდანების სახელზე აშენდება, ორი ტრაპეზი იქნება. ეკლესია კომანში მდებარე ტაძრის ანალოგს წარმოადგენს. ტაძარი წმინდა ვასილისკოს, მცირე ეგვტერი კი წმინდა იოანე ოქროპირის სახელზე აიგება.
მეოთხე საუკუნის დასაწყისში წმინდა ვასილისკო აფხაზეთში ქრისტიანობისთვის ეწამა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი იმავე ადგილას წმინდა იოანე ოქროპირი აღესრულა. წმინდა ვასილისკო კომანში გადმოსახლებულ წმინდა იოანე ოქროპირს სიკვდილის წინ გამოეცხადა და აუწყა: ხვალ ჩემთან იქნები. წმინდა ვასილისკო იყო პირველი მოწამე ქართულ მიწაზე, აფხაზეთში იგი 308 წელს ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებისათვის და იმავე ადგილას 100 წლის შემდეგ, ზუსტად 407 წელს გადაასახლეს დიდი მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი და მოკლედ ეს სიწმინდეები დღეს აფხაზეთშია და ამ აქტით, აქ აშენებით ჩვენი ტაძრის, ჩვენ გვინდა რომ სულიერი კავშირი დავამყაროთ ისევ ჩვენს დაკარგულ აფხაზეთთან. მეც თვითონ სოხუმელი გახლავართ და ვლოცულობთ იმისათვის, რომ მალე დაბრუნდეთ ჩვენ კურთხეულ მიწა-წყალზე. სიმბოლურია ის, რომ ის მდებარეობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსს შორის. თქვენ ხედავთ, რომ აქ მრავლად არიან ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ესე იგი როგორც ხედავთ ამ კურთხევას ატარებს მეუფე ანდრია, ყველაფერი ძალიან სიმბოლურია და სულ სასიკეთოდ და სულ ჩვენი ქვეყნის კარგი მომავლისათვის, მისი გამთლიანებისათვის ყოფილიყოს ეს კიდევ ერთი კარგი საქმე, რომელსაც ქართული ეკლესია და საქართველოს საპატრიარქო და თვითონ ის ადამიანები ახორციელებენ, რომელიც აგზანდებიან დღეს. აღსანიშნავია, რომ წმინდა ვასილისკოსა და წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის მშენებლობაში აქტიურად არიან ჩართული აფხაზეთის მთავრობისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი სხვა მოქალაქეები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. რიგით მე-6 კონფერენციაზე მონაწილეებმა 2016 წელი შეაჯამეს. მაგისტრატურისა და ბაკალავრის სტუდენტებმა კი სამეცნიერო კვლევები წარმოადგინეს. ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყველა მომხსენებელი წარმოადგენს მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებულ სამეცნიერო შედეგებს. კონფერენცია დაიწყეთ 6 წლის წინ, ვატარებთ ყოველწლიურად და ამით ვაჯამებთ ჩვენს სამეცნიერო და პედაგოგიურ მიღწევებს. ზურაბ პაპასქერის წიგნის წარდგინება ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. საქართველოს ისტორიული წარსული და თანამედროვეობა. ასე უწოდა ავტორმა მონოგრაფიას, რომელიც მის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში გამოქვეყნებულ მასალებს აერთიანებს. წიგნი ისტორიოგრაფიულ ნარკვევებს, რეცენზიებს, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვას მოიცავს. მონოგრაფიაში ავტორმა აფხაზეთისა და აფხაზთა ეთნოკულტურული ისტორიის საკითხები დეტალურად განიხილა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიგნი გამოჩენილ მეცნიერთა პორტრეტებსაც აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ზურაბ პაპასქერი 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. თემატიკა არის მრავალფეროვანი. მთავარი არის ასეთი რუბრიკა არის ქართული სახელმწიფო. მასში შედის მთელი რიგი სტატიები საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიიდან და სხვათა შორის მე-20 საუკუნის ისტორიიდანაც. არის ცალკე რუბრიკა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები და აქაც შედის, ესე იგი, ძირითადად შუა საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე სტატიები. არის ცალკე აფხაზეთის თემატიკა, ეს მთავარი ტკივილი ჩვენი. და აქაც აი პრობლემური საკითხები აფხაზეთის ისტორიის და თანამედროვეობის. ბატონი ზურაბის არაერთი მონოგრაფიის მომსწრე ვარ ჩვენ, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე და არც ერთი მონოგრაფიის პრეზენტაცია არ მომხდარა და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია მაინც გაგვეკეთებინა, რადგანაც აქ არის ყველაზე კარგად წარმოჩენილი ის პრობლემა, რომელიც დგას მაგალითად ქართულ და აფხაზურ ისტორიოგრაფიას შორის ცალკეულ საკითხებზე პროფესიული დავები. ამ წიგნის გარკვეულ მონაკვეთში ეს ყველაზე კარგად არის წარმოდგენილი და ყველაზე კარგად არის ნაჩვენები, რამდენად აქტიურად არის ბატონი ზურაბი ჩართული ისტორიოგრაფიულ ომში სეპარატისტულ ისტორიოგრაფიასთან.
დაგეგმე მომავალი. ამ სახელწოდებით დასაქმების მიმართულებით შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა. საჯარო ვებ-პორტალი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ წარადგინა. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპზეა შექმნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სრულად არის ადაპტირებული. საჯარო ვებ-პორტალი მომხმარებლებისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და მოთხოვნად პროფესიებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. ქონდა ესეთი პორტალი, რომელზეც ადამიანები რეგისტრირდებოდნენ და ეძებდნენ სამუშაო ადგილებს, მაგრამ ის იყო მხოლოდ ერთი ვიწრო მიმართულებით. დღეიდან ჩვენ გვექნება საშუალება ამ პორტალზე შესვლით, ვნახოთ თუ რა ხდება სხვადასხვა სამინისტროებში, სად არის თავისუფალი ადგილები, რომელი ბიზნეს სექტორი რა მიმართულებით თხოვლობს მუშახელს და ამით საშუალება ეძლევათ ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან სწრაფად ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ ჭირდება იმისთვის, რომ მომავალში დასაქმდნენ. ეს არის პირველი ნაბიჯი. დღეს მოხდა მისი პრეზენტაცია. მომავალ წლებში დაგეგმილია ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა, პროგნოზირების სისტემის გააქტიურება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სტუდენტი იქნება თუ სკოლის მოსწავლე, მშობელი შეძლებს ნახოს ამა თუ იმ პროფესიას რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს წარდგინება გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის 2015 წელს აღნიშნულ სტანდარტში ცვლილება შევიდა და გარემოსდაცვითი კომპონენტი აისახა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კი გადამზადდა თბილისის ყველა საბავშვო ბაღის 160-მდე მეთოდისტი და აღმზრდელი. სახელმძღვანელო დავნერგეთ თბილისის ბაღებში და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთი იმ საამაყო საქმეთაგან, რომელზეც მართლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ფიქრობთ, დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვებში გარემოსდაცვითი განათლების შემდგენა არის უმნიშვნელოვანესი. თბილისის შემდეგ გეგმავთ, რომ ეს კომპონენტი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს ყველა საბავშვო ბაღში. ძალიან საინტერესო პროექტი გახორციელა, რომლის ფარგლებშიც 160 ბაღის პედაგოგი გადამზადდა, გვაქვს პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მომზადდა პედაგოგებისთვის და ბავშვებისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერზე დაყრდნობით ჩვენ დღეიდან ვიწყებთ იმას, რომ ჩვენს პატარებს, ჩვენს ახალგაზრდებს ვასწავლოთ სწორად და მათთვის მისაღები ფორმებით გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელოვანი მომენტები. პროგრამის სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ქართველმა მასწავლებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები იმ პროექტებზე, რომელთაც ევროპის ხარისხის ნიშანი მიიღეს. პროგრამის მონაწილე აქტიური პედაგოგები და მოსწავლეები კი შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 400.000-მდე პედაგოგია ჩართული. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია ცენტრისთვის იტვინინგის პროექტი, გააგრძელებს მომავალშიც ამ პროექტის განვითარებას და გამრავალფეროვნებას, დაგეგმილია ასევე ქართული, ეგრეთ წოდებული ქართული კომპონენტის ჩართვა, ანუ ქვეყნის შიგნითაც სკოლების დამეგობრების, ურთიერთდამეგობრების პროცესის დაწყება ამ პროექტის ფარგლებში და წახალისება. თანამედროვე მასწავლებელს აძლევს იმ საშუალებას, რომ მიიღოს ევროპული სკოლებიდან თანამედროვე სწავლების მეთოდები, გაუზიაროთ ერთმანეთს ევროპულ მასწავლებლებს ჩვენი პროექტები, ვაწარმოოთ ერთობლივი პროექტები და ყველაფერია საშუალებას გვაძლევს, რომ დღევანდელი განათლების სისტემაში დავნერგოთ და მივიღოთ ახალი ინოვაციური მეთოდები. ოპერის თეატრი აბესალომ და ეთერის მოყვარულებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ზაქარია ფალიაშვილის 154 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცნობილი ქართული საოპერო ნაწარმოების კლავირის ახალი გამოცემა მომზადდა. რიგით მეოთხე წიგნი ადრეული კრებულებისგან განსხვავებით საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და რიგი უზუსტობები შესწორებულია. გამოცემა დირიჟორების ზაზა აზმაიფარაშვილისა და რევაზ დაკეძის რედაქტორობით დამუშავდა.
ეხლა გამოვიდა უკვე იუბილესთან დაკავშირებული კლავერი ძალიან ლამაზი, კარგად შეფუთული, მეგითხარით კიდევ ერთხელ რომ ის მეორე რედაქციაზე დაყრდნობილი და უკვე ტექსტუალურადაც გამართული, იმიტომ რომ უამრავი რამე შეიცვალა ტექსტში. განახლდა, მომღერლებმა მოირგეს თავისად სიტყვები, ზოგიერთი ძველი სიტყვა იყო და გაუგებარი და აი ესეც ყველაფერი შევიტანეთ. სხვა შორის ძალიან მძიმე და ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო იყო და აი მე მგონი გავართვით თავი და გამოგვივიდა ძალიან კარგი გამოცემა ეს ბოლო, ეს მშვენიერი კლავირი გამოგვივიდა. ახალ გამოცემაში ინგლისურ ენაზე თარგმნილია ლიბრეტო, სანოდო ტექსტი კი ქართული ვარიანტის ლათინურ ტრანსკრიფციას შეიცავს. დირიჟორ რევაზ დაგეძის განმარტებით მსგავსი ფორმა აბესალომ და ეთერის კიდევ უფრო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი ძალიან ცვლილება ამ კლავირში გახლავთ ის, რომ რადგან აბესალომი მოგეხსენებათ მრავალგზის არის დადგმული სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ენებზე სრულდებოდა. ეხლა მოგეხსენებათ თემსოფლიში ტრადიცია ისეთი, რომ აუცილებლად ორიგინალში უნდა შესრულდეს. აი ეს კლავირი სწორედ ამის საშუალებას მისცემს ნებისმიერი ქვეყნის მსურველს, რომ განახორციელოს ქართულ ენაზე, ვინაიდან ლათინური შრიფტით, ქართული ტექსტი და ესე იგი შესაძლებლობას იძლევა ქართულ ენაზე შესრულების. მე მგონი რომ თუნდაც ამიტომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძეა. მისი თქმით, გამოცემაზე მუშაობა 5 თვეს გაგრძელდა. სპეციალისტებმა გულმოდგინედ შეისწავლეს წინა 3 გამოცემა და მათზე დაყრდნობით იხელმძღვანელეს. წიგნის დიზაინი ბესიკ დანელიას ეკუთვნის, თარგმნელი კი თამარ ჯაფარიძეა. დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ვერსიაც. გამოცემა ყველა რაც კია გამოცემული მანამდე არის ქართულ და რუსულ ენაზე. ამიტომ გაჩნდა ესეთი იდეა გვეთარგმნა ინგლისურ ენაზე ლიბრეტო და ყოფილიყო ხელმისაწვდომი ოპერა როგორც ქართველი ასევე უცხოელი შემსრულებლებისათვის. საკმაოდ ხანგრძლივი იყო პროცესი, 5 თვის განმავლობაში მუშაობდით ჩვენ კლავირზე. იყო ძალიან რთული, ასევე ძალიან საპასუხისმგებლო ამ პროექტის განხორციელება და ჩვენ საბოლოო შედეგი მივიღეთ, მე მგონი კლავირი არის შესანიშნავი. კლავირის წინასიტყვაობის ავტორი მანანა ახმეტელია. მისი თქმით, გამოცემა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს და განსაკუთრებული დახვეწილობით გამოირჩევა. წინასიტყვაობა ინგლისურ და გერმანულ ენებზეა ნათარგმნი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ მანამდე არსებული კლავირები ბიბლიოგრაფიული შეერთებათი იქცა, აღარ ხელმოსაწვდომია თაობებისათვის, ახალგაზრდებისათვის. და გარდა ამისა, ეს ახალი კლავირი საუკეთესოა, როგორც თავისი შინაარსით, ასევე ფორმით, მეფხედველობაში მაგ პირველ რიგში პოლიგრაფიული დონე გამოცემის, იგი თვალს უსწორებს აი საერთაშორისო სტანდარტებს, ვინაიდან საოპერო კლავირების გამოცემას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს კლავირი აი ამ სპეციფიკას მაღალ დონეზე პასუხობს. ოპერის თეატრი საზოგადოებას გამოცემას 31 დეკემბერს წარუდგენს. აბესალომ და ეთერის კლავირი მუსიკით დაინტერესებულ პირებს, შემსრულებლებს, დირიჟორებს, ქართულ და უცხოურ თეატრებს საჩუქრად გადაეცემათ.